გილოცავთ ახალ წელს გოგონებო. როგორ შეხვდით ამ 2024 წელს? ვეფხვის ფორმაში მე პირადად. ვეფხვის ფორმაში. კი, ლურჯი ყოველ წელს ეგრე ვარ ხოლმე. ეხლა მე აღარაც ჩემთან არ ვცხოვრობ, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ილოს ლეოპარდი. ანუ სახში ჩემთან რო ცხოვრობდი, დედაჩემს ჰქონდა ეგეთი ჩვევა, რომ რისი წელიც არის, იმაში უნდა ყოფილიყო ყველანი ჩაცმულები. შესაბამისად, ეხლა ვეფხვი, ეხლა მე რო იქ ვიყო, ყიფშიძეზე, ვეფხვის წელიწადში მე და მამაჩემ იყო ეგ ერთხელ, ადრეც იყო ვეფხვი. 22 წელი იყო ეგ ლეოპარდი. მამასაც და ილოს. უბრალოდ უბანში ეს არ იცოდა, მე ჩავიცვით და 20 წუთში გავიხარით. ფარდები გადაფარებული იყო. თან ბიჭო, დედაჩემი არ მაჩვენდა გოჭის ხორცს და ტყემალს, იმიტომ რომ ტკბილი, რაც უფრო ტკბილად შეხვდები, მანამდე უნდა გეჭამეს გოჭის ხორცს. 12 რომ მოვიდა. ტკბილი წელი რო ქონოდა, ამიტომ მარტო გოზინაყი და ტკბილეულობა, ხვდები? გასწორეს ისე ბეროშვილებთან ახალ წელზე შეხვედრა. ბეროშვილებთან. არა, ბეროან ფორმით თუ არ მიყვედი აზრი არა. აი თქვენ გააქვთ ისეთი რამე, აი რაღაცა მიღებული რაც ყველა აკეთებს ეგეთი რამე კი არა რაღაცა ან მოცულწმენო. აი მაგალითად ბედობაზე თქვენთვის მნიშვნელოვანია როგორ გაატაროთ ბედობას, იმიტომ რომ აი ეს თემა რომ დაგებედება მე მშიერმა გავატარე იცი და სხვადასხვა ძალიან გასდი დამებედა მაგას ბედობას ნუ დააბრალებ თათიანჯერ ხო დამებედო კლება აი ეგ რო და ნაკლები ჩავა მე ბავშვებს უშვებ ხოლმე სახლიდან და მე შემომყავს ისევ ბავშვები, ოღონდ კაფეტებით. აი მშვენი. აი ეხლა ცია შენ გაჩუმდი და თქვენი ლაპარაკი. ხა შეგისმე. ანუ მე რო თქვა ეხლა რაღაც განსაკუთრებული ტრადიცია გვაქვს თქვა ესეთი არაფერი, უბრალოდ ბედობას ვცდილობდი რომ მაქსიმალურად კარგად გავერთო. კაი, ეხლა მაინტერესებს ძალიან ისეთი თუ არ არის, მეკლევინი იყო შენი და შენი. შენი მეკლევინი იყო ბავშვები. თქვი ხო, შენთანაც ალექსანდრე. ბავშვები. შენთან ჩვენ არ მოსულა. წინ შარშენ ვინ იყო? ამიტომ გამოუშვა ახალი კითხვა. ჩემი რჩევა იქნება, როდესაც ახალი წელი იქნება, შეხვდით იმ კონდიციაში, როდესაც გახსოვთ რაღაცები. აუცილებელია ეს. არა, მე მაგას ვერ დაგპირდებით, ვერასდროს. არც არის საჭირო ვანიკო. რაღაცა დავიწყებას უნდა მივეცეთ. რაც არ ვცადეთ ჩვენი შოუს დაწყება, რაც არ უნდა ენერგიულად ვცადოთ, როგორც გოგუებს ისე ვერ გამოვდის რა და ერთი თხოვნა გვაქვს რა, მოდით ამ საახალს. ხო რაღაც ბედობაზე ისაუბრა ძმამ, ხო? ისე არ ვიყოთ რომ ესეთი სამი მშვენიერი თავარი გოგონა გვყავს. მოდი რა დავიბედოთ და შოუს გამოცხადებაც ეგრე დავიბედოთ რა. რო ვთხოვოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თავარ ბიჭებს როდესაც ვიწყებთ, მათ დაიწყოთ. ანუ ჩვენ დავიწყოთ ჩვენ აი რო ვთხოვოთ, რომ გაბრძანდეთ ჩვენს კულისებში. ბიჭო თავარი ბიჭები. ჩაიქება ჩვენი გადაცემის კუდი და შემოდით და თავარი ბიჭები დაიწყოთ. აი მე როგორ იქნება? ეთაია. გოგოშკური დაწყება რა. კაი. კარგად რომ გამოვიდი, ესენი დატოვონ მე. არა, ჩვენ გვაქვს თავარი გოგო. კაცკაც გამაცნაი რა. ხო. მეს მომეწონა პირველად. ჯო, მე დაგასწარი ბიჭო. ამიერიდან ასე ვშვრები მე. დაგასწარი. აი, ძალიან გიხდება. ხომ არ გავწანდები? ძალიან კარგი იყო, მშვენიერი დაწყება იყო. გაგვეძლო ჩვენ ყველაფერი. დაგასწარი, გუგზანდით. სხვასაც უნდა. კუფიალეთ და ერთი, ორი და ოპა. ხათია, შენ მეიხავი, აქეთ დექი და ამიტომ მე შენ. მადლობა. რასილამაზეებ, ჩვენი ხელით დავკრიფეთ და ჩვენმა მეგობრებმა შემდეგ ნანილინამ მოგართვეს უბრალოდ, თორე ჩვენი ხელით დაკრეფილია. მადლობა ნანილინას. ყველაფერი გაიგულები. ბამბონერკა დაგვავისყდა უბრალოდ. ხო. ეგ კულისებში. არ, მოკლედ ეხლა რა გითხარით? შოუზე გითხრან რა. თავარ გოგო. ხო, რას აპირებთ 2024-ში რამე სტრატეგია როგორი გაქვთ, რას აპირებთ თავარ გოგოებში? თავარ გოგოებში ვაპირებთ, რომ რეიტინგების რაღაცა ისინი მოხსნათ, ხო? რეკორდები, აი ეგ სიტყვა მინდოდა. დედოფლები რომ იყოთ რეიტინგების. კი. რეიტინგების დედოფლები რომ. აი როგორ იცი რომ მაგალითად თამამალი რეიტინგები. არა, თავარი გოგოები რომელიც რეკორდებს ხსნიან? აი ხო, აი
ეგ არის ყველაზე კარგი. არაჩვეულებრივი. რეკორდი და მთავარი გოგები და მთავარი გოგი რეკორდი რო იყოს შერწყმული ერთმანეთს. სინონიმები უნდა იყოს. ისე ჩვენ არაწყენდა აი ვიღაც რო თავარი ბავშვების შოუ. თქვა სპორტსმენი. არა, სპორტსმენი რო ითქვას. გოგოების თავარი ბავშვები. თავარი მოჭიდავენ რომ ახალ რეკორდს დაამყარებს ან აი ახალი რეკორდი გუში ან მე ბიჭი იტყვის რომ გუშინ არის რეკორდი მოხსე რეკორდი შენც ახლა მთავარი საახალწლო ამბებზე გითხარით რამე ხო არ არის ესეთი აი ილონ მოყვაწე გან თავის მეკვლეობის ამბავზე რომ ხან ლეოპარდი აცვია ხან რაღაც და რამე ეგ მეკვლეობის არა ეგ უბრალოდ როცა ბედობის კრამოზე ილაპარაკე ახალი წლის შეხვედრი მაგრამ ანუ ეგ ტრადიცია შეწყდა ეხლა ხო ეს ბავშვობაში შეწყდა იმიტომ რომ მე უკვე ცალკე ოჯახი ხდები ახალი ტრადიცია უნდა რაღაც გაიზარდა ლეოპარდის ფორმა ილო იყო პატარა ხო და რაიმე ხო არ გახსენდება თავად ისეთი აი მაგალითად ახალ წელთან და ო სასაჩუქრე აუციაკოს აქ მაგარი ისტორია მოკლედ დაახლოებით 1-2 წლის წინ ახალი წლის ფუსფუსია ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობ როგორც გახსენება რომელიც წლიდან ცენტრის იბოსყვები აბას თქვი ხადა მოკლედ ფუსფუსში ვართ არის რაღაცა საზეიმო განწყობა და უამრავი ახალი თანამშრომელი ყავს რომლებმაც ჯერ არ იციან რა სად არის საფერფერში სად არის სამზარეულო სად არის რაღაცა და ყველა თანამშრომელს გვაქვს ჩვენი თარო და ვითამაშეთ სეკრეტ სანტა ჭკუაზე არ ვართ, მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ყველა, ვითამაშეთ სეკრეტ სანტა, უკვე გავიგეთ ვინ არის რაღაც შორიდან რაღაცა და ეჭვია. მოკლედ ხო რა. სამსახურში როდესაც მივდივარ და მივდივარ ამ ჩემს თაროსთან, ვა, პირველ დღეს დამხვდა რაღაცა შოკოლადი და წარწერით შენი სეკრეტ სანტასგან. ვა, გემრს დავდივარ რა. მეთქი ჩემია ხედავთ შოკოლადი რა. ბორჩი მუშაობას შევდივარ ისევ ამ ჩემს თაროსთან, ხედავ, ვა, კიდე რაღაც სხვა შოკოლადი. მეთქი რა ხდება, როგორი სეკრეტ სანტა. ყოველ დღე რომ მივდიოდი, მხდებოდა მისვლისას სხვა საჩუქარი, წამოსვლისას კიდე სხვა საჩუქარი. შოკოლადები, დამხვდა კიდე პარფიუმერული მაღაზიის 150 ლარიანი სასაჩუქრე ბავშვი და მოკლედ აი ჭკუაზე უკვე როგორ დავდივარ იცი რა მოვედი გამიშვით თაროსთან რომ ვიცი რომ მელოდება რაღაც საჩუქარი და ძალიან კარგი სუნამოები და 1000 რაღაცა მხდება. და ერთ დღესაც, ბოლოს წინა დღეა უკვე ამ სეკრეტ სანტასი და ეს მივდივარ ჩემს თაროსთან ბედნიერი, რომ სასწაულს ველოდები. ამჯერად რა იქნება. ხო, აი უკვე როგორ ვიცი, რომ ხა მანქანის დასახელება. დავდექი და ხედავ, რომ არის მამაკაცის წვერის მოვლის საშუალება. მივედი სარკესთან, რომ მეთქი რაღაცა ხოთია, ხო? ხომწყო რამე ხوار შეგამჩნია მეთქი ზედ მე. და მოკლედ გაირკვა, რომ ეს ჩემი საჩუქრები, ანუ მე რომ მივდიოდი სამსახურში და რომ ხდებოდა, ეს ყველაფერი ეკუთვნოდა სხვაბის და ახალი მოსული თანამშრომელი იყო და თარო აერია და მე დავდიოდი ამ შოკოლადებით. ხალის ხვის საჩუქრებს იღებდი. რატოა გაღიმებული? 150 ლარიანი გაუჩერი. იმას ეკუთვნოდა. იმას ეგონა რომ მაგარი ბანძი სეკრეტ სანტა ყავდა სანტას როგორ რა უჟმურია კაცო. ეს აშუა დღისი დღამი. მე რა დღეში ვიყავ ანუ მე არაფერ შეერგო მე შემერგო ყველაფერი მშვენივრად ის ბიჭი დარჩა ესე ნუ იმის გადავეცი თავის სპეციალისტები შოკოლადები მირთოცია კათიასაც აქვს ძალიან კაი ისტორია სეკრეტ სანტაზე კათია გისმენ როგორ მოწავრს სეკრეტ სანტა რომელი შენ რო იყავი რუსთავიორში რო თამაშობდი და შენ რო იყავი არის კატასტროფა რაც დამე მართავა დაიწყეთ ამარ და არა მე შენ გადაგხდა ეხა შენ მოყევი მოკლედ რუსთავიორში დავიწყეთ სეკრეტ სანტას თამაში ანუ თელმა თანამშრომლებმა რამდენი ვართ წარმოიდგინე და ნუ პირველად მოხდა რომ დავიწყე თამაში ანუ აქამდე არასდროს არ თამაშობდი ხო და ნუ რაღაცნაირად ამომივიდა ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის ცოლი ისიც ჩვენი თანამშრომელი რა თქმა უნდა ოღონდ არ ვიცნობ ამ გოგოს კარგად მაგრამ მის მეუღლის კარგად ვიცნობ ქმარს ანუ ნუ მოვიძიეთ ამ გოგოზე ინფორმაცია დავფარცუდით გოგოები რომ აბა ვინ არის რა უყვარს რა ინტერესებს აბა რასთან არის ახლოს რომ რაღაც მიუახლოვო და ნუ გავარკვიეთ რომ ამ გოგოს მოწონს ხელნაკეთი აქსესუარები და ნივთები ხო ხელნაკეთი წავედი საყიდლად წავედი დიდი მონდომებით და შევედი მაღაზიაში და შევარჩიე დიდი ეშმაკი
ხელნაკეთი. ხელნაკეთი. იმას ხელნაკეთი უყვარდა, მაგრამ ეშმაკთან. ხო, არ ვიცი, კაცო, მომეწონა, ნუ ლამაზი ეშმაკი იყო, რატომ მომეწონა? ოღონდ ეს არის მანქანაზე ჩამოსაკიდი რაღაც ძალიან. იმ გოგო მისი ამიღწერა, რუი რა კარგია, მეთქი მოეწონება, ეს მოეწონება. ავიღე დიდი ეშმაკი რქებით აქ, ესეთი რაღაცა ცეცხლს უშვებს, ყუდი დიდი და ყუთიც ვიყიდე, რაღაცა შესამფუთი ყუთი და ბარათი. ბარათი ოღონდ ეს არის როგორი პერიოდი, იცი რომ აი გადაღება და საახალწლო და სად გავრბივართ, რომელ გადაცემაში საგიჟეთი რო გვაქვს. უკვე საახალწლო უნდა ჩავწეროთ და მიუტანე ჩემ თანამშრომელს, ჩემს მეგობარსო, თაია მეთქი გეხვეწებით ხო, ოღონდ მეჩქარება მეთქი და აი ეს ყუთი, აი ეს ბარათი წარწერა გააკეთე მეთქი და ჩაუდეთქო და გაატანე მეთქი, იმიტომ რომ არ მცალია თქო. კაიო დადეო მანდ და მივხედაო. ნუ ამ ყუთში ჩაუდო ეს ეშმაკი დიდი, ჩანგლით. ოღონდ ბარათზე წარწერა დაავიწყდა და ეს ბარათიც ჩაუდო. ცარიელი. ცარიელი და გადასცეს, მოკლედ გაუგზავნეს. მოვიდა გახსნის დრო. მე მგონია რომ აუ ძალიან მაგრად მოეწონება ამ გოგოს რა კაია, აუ ზუსტად ის არის მე მგონი რაც უნდოდა თა ხელნაკეთი და თურმე დაიწყო გამოძიება რომ ვინ აჩუქა ამ გოგოს ვინ აიკითხა ივანაზე ანუ ვინ აჩუქა ეს მართლა ოღონდ დაიწყო გამოძიება აჩუქარს და ხდება ეშმაკი ბარათი ცარიელი მაგალითად ხალხი რომელიც ამას ჩათვლიდა ჯადოთ და თავარი კიდე ეს გოგო არის ორსულად არის ეს გოგო და ცარიელი ბარათი და ეშმაკი ესეთი ჩანგლით იქ უდგას მოვედი გოგო სადაემა ხეხია და მაკველა ბუმბული რაღაცა შელოცვის ხმარო ის. ნუ გადაირია ეს გოგო და ამის მეუღლეს რომ რა ხდება. არ ყვევენ ეხლა დაიწყო და მე ველოდები ჩვეულებრივად რომ აბა ალბათ იტყვიან რომ ეს რა ჯიგარია რა კაი რაღაც. ხელნაკეთი მოიტანა. შემხვდა რა შემთხვევით შემხვდა ამის მეუღლე და მეთქი სეკრეტ სანტაზე თქო რაღაც აბა რა ხდება მეთქი მოეწონა მეთქი შენც შენი ხავი რომ გამოუგზავნეო შენ გეძებ რამდენი ხალია გამოძიება ჩაატარა გამოძიება იყო წარწერა მაინც დაგეწერა ჩვენი მეგობრის და მისი გოგოს ამბავია აძლევს რა მთელა დუმალებას იქ შეგიძლია ჩაწერო ვის მეძებნე და მე დავკუნთო რაღაც ბედნიერი ფილმებში ქვაზე დახატული ეშმაკი რო არ გეტყვი არა რაღაც ფილმებში ხო არის ეგეთი სცენა აუ მე სასწაული რაღაცები მემართება ხო ესე როგორ იცის ეს მაგი თამარ რას გეტყვი მე არაფერი მე სულ კაი საჩუქრებს გვირიანები და ძალიან მაგ ისტორია ის მეკლე ვიყავი ხოლმე ჩვენთან ზესტაფონში მეკლე მე ვიყავი ზესტაფონში ბავშვობაში მე სხვათა შორის მე ძალიან კაი ფეხი მაქვს ნიკა მართლა კი და მეზობლებში მართლა ოღონდ არ ვხურობ ხუთსართულიანი корпуსი იყო 4 სადარბაზოთი ყველასთან თითქმის მე ვიყავი ხოლმე მეკლე და რაში გამოიხატა შენი კეთილი ფეხი აი ხალხი შენ და ხალხი ანუ ჯერ ხო იტესტებოდა ჯერ ერთი ოჯახი დააკვირდნენ ოჯახი იმუშავა გააბაზდა და მე უკვე აი ზესტაფონში ლეკვეშვილი აი მეკლე და ესე იხდიდნენ ლეკვეშვილის მაფია წავიდა მე იმაზე რა მეკლეებზე